გუშინ ღამე საქართველოს დროით 12 საათზე კოლექციონერმა მომწერა. გამარჯვებით დაიწყო, როგორც ამას ყოველთვის აკეთებს ხოლმე და წერს აი ამ რაღაც 4 ნიშნა რიცხვს და ვერ ვხვდები ხშირ შემთხვევაში რას გულისხმობს, შეიძლება ახალი თანხა შემომთავაზა, ვერ ვიგებ რა უნდა. ნამყოფი ვარ ჩინეთში და ალბათ ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ჩინელები ვერ ლაპარაკობენ ისე კარგად ინგლისურად, მაგალითად როგორც იაპონელები და წერს აი ამ რაღაცას. Want to dare to replay this message. არ მკითხო არაფერი, არ გაბედო მიპასუხო ამ შეტყობინებაზე, პირდაპირ თარგმანს უკეთებ და ვერ ვხვდები, კიდევ გავიმეორებ რას გულისხმობს ამ შეტყობინებებით. You will see on your own. შენ თვითონ ნახავ. დასკვნა ასეთია, გიჟია. თავიდან როცა მომწერა, გადავამოწმე, ასე არ პასუხობ ხოლმე შეტყობინებებს. ვნახე რომ ნამდვილი კოლექციონერია, საკმაოდ წარმატებული კოლექციონერია, თუმცა ფაქტის სახეზეა რაღაც აგრესიულად უნდა ეს ჩემი ფიგურა. სპეციალური მოთხოვნები მაქვს, სანამ ამ შენს ფიგურას ვიყიდიო, მაგრამ წერს აი ამ რაღაც 4 ნიშნა რიცხვს და მეუბნება რომ არ გაბედო და არ მიპასუხო ჩემს შეტყობინებაზეო, შენ თვითონ ნახავ ყველაფერსო. მარაზმი, სისულელე, სიგიჟე, მე მირჩევნია ეს ფიგურა ისევ გადავაგდო და მოვიცილო, ვიდრე ამ რაღაც სულელურ რაღაცებში ჩავერთო. კი, შეიძლება არის ამ ნივთში რაღაც უცნაური, შეიძლება საერთოდ არაფერიც არ არის ამ ნივთში უცნაური, უბრალოდ მე ყოველთვის ვცდილობ რაღაც სისულელეებით არ გამოვიტენო ხოლმე ტვინი. ამიტომ უბრალოდ გადავაგდებ და არანაირი კოლექციონერი და არანაირი $8,000 და რაღაცეები. მიუხედავად იმისა, რომ ვნახე არის ნამდვილი კოლექციონერი, აქვს მართლა კარგი ფიგურების კოლექცია, თავიდან ვიფიქრე რომ გადაიხდიდა ამ ნივთში ამ ხელა თანხას, მაგრამ მე მივხვდი რომ შეიძლება იყოს მატყუარა, ანუ ჩვეულებრივ დაგსკამოს და